წლის. სწავლობ მე-13 სკოლაში. მისი ყოველი საქმეა ცეკვა, სიმღერა, ხატვა და ჭამა. მე ვარ პირველ კლასში. დიდი ვარ, მაგრამ მე ნატრება ბაღში. ბაღში მიყვარდა თამაში და ჭამა. ჩემი საყვარელი თამაშია წყლში ბურთი. ბაღში მაჭმევდნენ საჭმელს, ფაფას, ჩაის და ძეს. მე უფრო მომწონდა წიწიბურის ფაფა. ბაღის მერე სკოლაში წაშლა გამიწირდა. ყავს კარგი მასწავლებელი და ყავს კაი კლასელები. ჩემ კლასში ყველაზე ხიარულია ანა მარია. ყველაზე ჭკვიანია ნუკი. ყველაზე ცელქი არის ანდრია. მე ვარ ყველაზე მშვიდი, ლამაზი და პრანჭია. გაპრანჭვა დავიწყე დიდობაში. პატარა რომ ვიყავი 5 წლის. ჩემი საყვარელი მასწავლებელია ჯულიანა გორგილაძე. რასკოვებს გვიწევს და ვეხუტებით. ჩემი საყვარელი საგანია ხელოვნება. იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ხატვა. მე ვიცი გოგოს დახატვა, ბიჭის დახატვა, კუს დახატვა და სახლის დახატვა. ყველაზე ძნელი არის რობოტის დახატვა. ყველაზე ადვილია დედიკოს დახატვა. ჩემი საყვარელი ფერია წითელი. აი როგორ მიხდება წითელი ფერი. ამიყვარს ლურჯი ფერი, იმიტომ რომ ფეხსაცმელებს არ უხდება. რომ გავიზრდები, უნდა გამოვიდე ხატვის მასწავლებელი. ბავშვობაში მინდა და გამოსულიყავი ექიმი. მე ასევე მიყვარს ცეკვა. 1 წელია დავდივარ ცეკვაზე. ჩემი საყვარელი ცეკვა აჭარული. საყვარელი ილეთია ეს. მინდა მალე მქონდეს კონცერტი. ეს კონცერტი მინდა მქონდეს იტალიაში. ჩემი ცეკვის მასწავლებელი ჰქვია დარინა. ჩემსავით ლამაზია და კარგად ცეკვავს. სახლში ცხოვრობს ბებო, ბაბუ, მამა, დედა, ჩემი ძმა და მე. კიდე მინდა მყავდეს 2 ძმა და 2 და. ჩემი ძმა არის 13 წლის და ჰქვია მიშა. ის არის ზრდილობიანი, ჭკვიანი, მასწავლებელს ხელს უწევს. ჩემი აზრით მიშა გამოვა ფეხბურთელი. მამიკო არის სიმპათიური და ხიარული. დედიკო არის ზრუნველი, ჭკვიანი, ძალიან მიყვარს და ლამაზია. მე ვარ დედიკოს გოგო. არტოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავაჩენ მაღაზიას, ძაღლის მაღაზიას, კატების მაღაზიას და თოჯინების მაღაზიას. წინა ბავშვმა დამიტოვა კითხვა. რა საჩუქარი მინდა? მე მინდა მაჩუქონ ტელეფონი. შემდეგ ბავშვს უტოვებ კითხვას. რატო არის კარგი გოგო? მე მაგალითად ვარ კარგი გოგო. იმიტომ რომ დედიკოს ვეხმარები და ვუჯერებ. მე უკვე ვისწავლე ყველა ასო. ყველაზე მეტად მომწონს ა. იმიტომ რომ ლამაზია. არ მომწონს ზ. იმიტომ რომ თქვია ზაზა. სხვა სახელი მოგიხდებოდა. მაგალითად დათო. ბედნიერება არის ტელეფონის ჩუქება და დედიკოს ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.